პრობლემები კოაბიტაციის პროცესში და შეუთანხმებელი საკითხები უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ამ თემაზე ისაუბრებენ დღეს დავით პაიჭაძის დიალოგში ზუსტად 22 საათზე. ვინ იქნებიან გადაცემის სტუმრები, ავტორი და წამყვანი თავად გვეტყვის ახლა მოამბის პირდაპირ ეთერში. დავით, მოგესალმები. საღამოშტობის ეკა მართლაც ეს არის ჩვენი თემა. შევეცდებით ჩავწოდოთ თუ კი არის ისინი უფრო სიღრმისეულ მოტივებს ამ მოლაპარაკების შეჩერების, თუმცა ჩვენ დავინახეთ რომ კატეგორიულ შეწყვეტაზე არ ვლაპარაკია არც ერთ მხარეს და პირიქით ლაპარაკობდნენ განახლების შესაძლებლობაზეც. ჩვენი სტუმარი იქნება ვიცე-სპიკერი პარლამენტისა ზვიად ძიძიგური და პავლე კუბლაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან. დიდი მადლობა დათო და წარმატებულ ეთერს გისურვებ. ორგანიზაცია ჯავახკის რუსული დიასპორა მორიგი მიმართვით გამოდის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამოქალაქო დაპირისპირების პროგნოზირებას აკეთებს. ორგანიზაციის მიმართვაში რეგიონი რამდენჯერმე ჯავახკის სახელით არის მოხსენიებული. ტექსტში ნათქვამია, რომ ჯავახკის აქტივისტებმა უნდა აღმოფხრა ნაციზმის ნაშთები რეგიონში და თანამდებობებზე არ უნდა დაინიშნოს სააკაშვილის მმართველობის პერიოდის ისპირები, რომლებიც წინა ხელისუფლებაში გარკვეულ პოსტებს იკავებდნენ. ჯავახკის რუსული დიასპორის მიმართვას ოპოზიცია ჩახალიანის გათავისუფლებას უკავშირებს და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. უმრავლესობა კი თვლის, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია გადამწყვეტი ვერ იქნება. თამარ ურუშაძის რეპორტაჟი. ბაჰგან ჩახალიანის გათავისუფლებიდან რამდენიმე კვირაში ორგანიზაცია ჯავახკი ახალ კამპანიას იწყებს. ჯავახკის რუსული დიასპორა საქართველოში სამოქალაქო კონფლიქტის საშიშროებაზე საუბრობს და მოსკოვიდან საქართველოში სპეციალურ მიმართვას აგზავნის. ჯავახკი მოსახლეობას, ორგანიზაციებს და საკუთარ აქტივისტებს მოუწოდებს დაიწყონ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ. ორგანიზაციის ერთგვერდიან წერილში ჯავახეთი ზუსტად 5 ადგილას მოხსენებულია როგორც ჯავახკი და აქვე ჩხილებში მითითებულია განმარტება. ჯავახკი ანუ სამცხე-ჯავახეთის ტერიტორია. ბოლო დროს ჯავახეთში მასობრივი აქციები მიმდინარეობდა. მოქმედებების სახიფათო ტენდენციის დასაწყისია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო კონფლიქტი სამწუხარო შედეგებით. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ქვეყანაში დესტაბილიზაციის გზით ცდილობენ რემანში აიღონ საპარლამენტო არჩევნების წაგების გამო. მიუმართავთ ჯავახეთის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პარტიებს, ეროვნული მოძრაობების აქტივისტებს და ასევე ჯავახის მოსახლეობას. მოუწოდებთ მათ, უნდა აღმოიფხვრას ნაციზმის ნაშთები ჯავახეთში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიციურ ავტორიტარული რეჟიმით ბოლო წლებში დაკანონდა. ეს განცხადება დღის პირველ ნახევარში სააგენტო ნიუსჯიმ გამოაქვეყნა. მოამბემ ინფორმაცია ჯავახკის რუსულ დიასპორასთან გადაამოწმა. ორგანიზაციის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ განცხადება ჯავახიმ გავრცელა. აგა ფარაბიანი მოამბესთან სატელეფონო ინტერვიუში მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მოსკოვში მოქმედმა ორგანიზაციამ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეაფასა და რუსეთის დედაქალაქიდან აქტივისტებს მოწოდება გაუგზავნა. ჩვენ ჩვენთან ამოძნეებზე ვზრუნავთ, მათი უფლებების დაცვა გვაღელვებს. პოლიტიკური პროცესები ასე არ უნდა გაგრძელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. მე ვახაგან ჩახალიანს ვიცნობ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მასთან ყველანაირი კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფ. რუსულ დიასპორას ჯავახსა და ბაჰგან ჩახალიანს შორის ყოველგვარ კავშირს უარყოფს ორგანიზაცია ჯავახკის თავმჯდომარეც. თავად ჩახალიანი კი, რომელსაც მოამბე ტელეფონით დაუკავშირდა, ამბობს, რომ საქართველოში არ იმყოფება. ჩვენ ვითხოვთ ძველი ხელისუფლების შეცვლას და ეს არ არის დესტაბილიზაციის მიზეზი. ეს ნაციონალური მოძრაობის ზღაპრებია, არ იქნება არანაირი პროვოკაცია. წმენდა უნდა განხორციელდეს, მაგრამ რა ფორმით ამას ვერ გეტყვით. რეგიონში არსებული ვითარება დღეს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ახალ ქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეაფასა. დესტაბილიზაცია ახალ ქალაქში არავის სჭირდება. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ჩვენს მეგობრებთან, მაგრამ მათ უნდა გაიგონ, რომ აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების პატივისცემა. ეს იმისკენ უბიძგებს, რომ ახალ ქალაქში აი ამ ნიადაგზე გაჩნდება გარკვეული კონფლიქტის კერა. რა გავლენას მოხდეს ახალი კამპანია და პარალელურად ექსტრემისტული ორგანიზაციის ლიდერის გათავისუფლება ქვეყნის შიდა და გარე პროცესებზე. შეფასებას აკეთებენ პოლიტიკოსებიც. სამცხე-ჯავახეთის ყოფილმა გუბერნატორმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც ჩახალიანი თანამოაზრეებთან ერთად ჯავახეთში მასობრივ არეულობებს ორგანიზებას უწევდა. გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ გაფრთხილების მიუხედავად ჩახალიანის გათავისუფლებით ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი ინტერესები საფრთხის ქვეშ დააყენა. უმრავლესობა კი ამბობს, რომ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია ვითარებას ვერ შეცვლის. ჩახალიანი არ არის უბრალო რიგითი სეპარატისტი. მისი თავისუფლებაზე გატარებული თითოეული დღე შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეს. არ ამგონია რომელიმე ორგანიზაციას, არასამთავრობო ორგანიზაციას კონდეს იმის უფლება, რომ აკონტროლოს რა და როგორ მოხდება.
მიტინგები, აქციები, დარბევები, ვანდალიზმი, ფიზიკური თავდასხმები, ქართულ ეკლესიაში შეჭრა, უნივერსიტეტის, პოლიციის და გამგეობის დარბევა. პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ ჩახალიანი ღია დაფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, რომ ჯავახეთი საქართველოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს. ვახტანგ ჩახალიანს იანვარში ამნისტია შეეხო. გათავისუფლებიდან მესამე დღეს ჩახალიანმა პოლიტიკური განცხადება გაავრცელა და საკუთარი მოთხოვნები დააყენა. სპეციალურ განცხადებაში ჩახალიანი ახალ ხელისუფლებას პრობლემების მოგვარებას თხოვდა და ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის სამოქალაქო, ენობრივი, საგანმანათლებლო, რელიგიური და კულტურული უფლებების, ასევე ჩამორთმეული ეკლესიების დაბრუნების, სომხური ენისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭების, ახალ ქალაქში სომხური უნივერსიტეტის გახსნის, რაიონებში კი თვითმმართველობის სისტემის